ნებისმიერი ძალის, ნებისმიერი მიღწევის და ნებისმიერი ფლობის საიდუმლო ჩვენი აზროვნების ხერხშია. ის თუ ვინ ვართ ჩვენ დამოკიდებულია იმაზე თუ რას ვფიქრობთ. ჩვენ შიგნით მთელი სამყაროა, აზრის, გრძნობის და ძალის სამყარო, რომელიც სავსეა სინათლით, სიცოცხლით და სილამაზით და თუმცა იგი უხილავია, მისი ძალები უზარმაზარია. შინაგან სამყაროში ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ უსასრულო სიბრძნე, უსასრულო ძალა, ყველაფერ აუცილებლის უსასრულო წყარო. ისინი აღმოჩენას, განვითარებას და გამოვლენას ელოდებიან. ჰარმონია შინაგან სამყაროში ქმნის ოპტიმიზმს და სიუხვეს. შინაგან სიუხვეს კი მივყავართ გარეგან სიუხვემდე. შინაგანი სამყარო პრაქტიკული სამყაროა. ესაა სამყარო, რომელშიც ძლიერი ადამიანები გენერირებენ სიმამაცეს, იმედს, ენთუზიაზმს, თავდაჯერებულობას, ნდობას და რწმენას. ეს ყველაფერი მათ აძლევს დახვეწილ გონებას იმისთვის, რომ ჰქონდეთ ოცნება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ოცნების განსახორციელებლად. სიცოცხლე ეს მუდმივი აღმოჩენაა და არა უბრალოდ გაზრდა. ის, რაც ჩვენთან მოდის გარე სამყაროში, უკვე არის ჩვენს შინაგან სამყაროში. ყველა აზრი მიზეზია, ხოლო ყოველი მდგომარეობა შედეგი. სწორედ ამიტომ თქვენთვის სრულიად აუცილებელია თქვენი აზრის გაკონტროლება, რათა შექმნათ მხოლოდ თქვენთვის საჭირო მდგომარეობები. მთელი ძალა მომდინარეობს შიგნიდან და მთლიანად იმყოფება თქვენს კონტროლქვეშ. ის თქვენთან მოაქვს გარკვეული პრინციპების ზუსტ ცოდნას და შეგნებულ გამოყენებას. ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს გარე სამყაროში, მხოლოდ ცოტამ თუ იპოვა შინაგანი სამყარო და ხომ სწორედ ის ქმნის გარე სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ ის შემოქმედებითია და ყველაფერი, რასაც დაინახავთ გარე სამყაროში, უკვე თქვენ მიერ იყო შექმნილი შინაგან სამყაროში. შინაგანი სამყარო მიზეზია, გარე სამყარო შედეგი. იმისთვის, რომ შევცვალოთ შედეგი, უნდა შევცვალოთ მიზეზი. ნებისმიერი ზრდა შიგნიდან ხდება. ბუნებაში ყველაფერი ამას დემონსტრირებს. ნებისმიერი მცენარე, ცხოველი, ნებისმიერი ადამიანი ამ დიადი კანონის ცოცხალი მოწმეა. ადამიანები კი საუკუნეების მანძილზე ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ, გარეთ ეძებენ ძალას და ენერგიას.